მოგესალმები, ჩვენ კეთილგანწყობილი ურთიერთობა გვაქვს, იცი ეს ყველაფერი. მე მინდა გითხრათ, ჩვენ თანატოლები ვართ, მეც მაქვს პოლიტიკური ინტერესები, უბრალოდ არის თემები, რომელზეც პასუხისმგებლობას არ ავიღებ, არ ამიღია და არც არასოდეს არ ავიღებ მიუხედავად პოლიტიკური კარიერისა. ძალიან მიკვირს, ძალიან წუხვა რომ შენ, რომელსაც მე ყოველთვის პატივისცემდი, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებული საადვოკატო კარიერა გქონდა, ჩემი შეფასებით თქვენი საუბრიდან გამოიკვეთა ეს მომენტი, რომ საერთოდ როგორც შოთაძეს უწყება ვერ ხედავს, თქვენს ვერ ხედავს, დანაშაულებრივ ნიშნებს და აღსცენეთ, რომ ნიკამელიას ბიტებით კი არ ურტყავდნენ, ხელი მიარტყა ვიღაცამ, ხელი კი არ მიარტყა, კაცო ბიტები ურტყეს ამ ადამიანს. არა, თუ შეიძლება დავასრულებ ერთი წამი. არასწორად ამბობ, არასწორად ბოდიში შევასწორებ და დაამთავრებ. არ მithქვამს, რომ ხელი მიარტყა, ჩვენ ვნახეთ რაც მოხდა. და ის არის დანაშაული ჩვეულებრივი და ამაზე პასუხს აგებენ და უნდა აგონ. სხვა შეკითხვა მინდა დაგისვა. თქვენ მტკიცებით თვირთში დაახლოებით 7-8 წუთის წინ ბრძანეთ, რომ იმ დღეს არ ჩასულან ამ დღეს ჩავიდნენ. ეს კიდე პირდაპირ გეტყვი გულწრფელად, ძალიან მეგობრულად, თუ გინდათ ოპონენტის როგორც გინდათ ისე მიიღეთ რა. მე ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ თქვენ დაადასტურეთ, რომ ეს იყო თქვენი ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია და არა ბოკერია მზე რა სისარტყელის ფერები. არანაირი ლოგიკა ამაში არ არის ბატონო ირაკლი. მე მინდა ბოლოს შეკითხვა დაგისვა. როგორც კვალიფიციური ადვოკატი და სპეციალისტი, ხედავთ თუ არა ამ ფაქტში მე მორალზე არ გესაუბრებით. დანაშაულებრივ ნიშნებს. ამას გვიპასუხეთ, იმიტომ რომ ხვალ მე ამას აუცილებლად შეგახსენებ თქვენ პირველი, ირაკლი, მე მინდა თქვენ გაგცეთ პასუხი. რა თქმა უნდა, ამაში დანაშაულის ნიშნები არის და ამაზე დარწმუნებული ვარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თავის რეაგირებას მოახდენს და ეს იქნება კანონიერი და სრულად ადეკვატური რეაგირება, რაც ქვეყნის მომავალსაც წაადგება და პრევენციასაც წაადგება და აქვე მინდა გამოვეხმაურო პრემიერის ინიციატივას, რომელიც იყო ძალიან ადეკვატური, რომ უნდა გამკაცრდეს სასჯელი, უნდა დაემატოს ნაწილი თუ მუხლე ამ საკითხთან დაკავშირებით. არა, რაც არის იქ ცოტა ძნელია. არა, არ არის. სამართლებრივად ეხა მაგალითად საუბრობდნენ ბოდიში. საუბრობდნენ იმაზე, რომ მაგალითად არის ხულიგნობა. ხულიგნობა არის თავისი არსით უმოტივო დანაშაული და თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივი და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული და ეს ასე იყო გასაგებია, ამ შემთხვევაში სად არის ხულიგნობა, მაშინ უმოტივო დანაშაული.